შეერთებული შტატების ინტერესი ვენესუელას ნავთობისადმი უფრო გეოპოლიტიკურია, ვიდრე ეკონომიკური. ვენესუელას ექსპორტირებული ნავთობის უდიდესი ნაწილი ჩინეთში იყიდება, თუმცა როიტერსის მიხედვით პეკინი ამ მოცულობების ძალიან მცირე ნაწილს ადეკლარირებს. 2025 წელს ჩინეთს დღეში 9 მილიონ ბარელამდე შემოჰქონდა ვენესუელადან, რაც ჩინეთის საზღვაო გზით შემოტანილი ნედლი ნავთობის დაახლოებით 4,9%-ია. სხვადასხვა ცნობებით ჩინელმა ინვესტორებმა 2016 წლის შემდეგ ვენესუელას ნავთობის სექტორში 2,1 მილიარდი დოლარი ჩადეს და ისინი იმ მცირერიცხოვან უცხოურ კომპანიებს მიეკუთვნებიან, რომლებიც ქვეყანაში საქმიანობას კვლავ აგრძელებენ. ვენესუელას ასევე ჩინეთის უზარმაზარი ვალი აქვს. 2007-2017 წლებში პეკინმა კარაკას 60 მილიარდ დოლარზე მეტი ფინანსური მხარდაჭერა გაუწია, რაც ლათინურ ამერიკაზე გაცემული ჩინური სესხების თითქმის ნახევარია. ამ პერიოდში ჩინეთმა ვენესუელასთან გააფორმა მრავალი კონტრაქტი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მათ შორის კრიტიკული ელემენტების კვლევისა და ძიების, საცხოვრებელი პროექტების, საკომუნიკაციო თანამგზავრებისა და სარკინიგზო კომპანიის მიმართულებით. ეს ყველაფერი კი ჩინეთის სარტყელი და გზის პოლიტიკის ფარგლებში, რაზეც ამ არხზე ბევრს ვსაუბრობთ. ჩინეთის დომინაციაზე იშვიათი მიწა ელემენტების ინდუსტრიაში კი მეც ამ ვიდეოდან გაიგებთ და არ გამოტოვოთ. შესაბამისად, ჩინეთი არის მადუროს რეჟიმის მთავარი ეკონომიკური პარტნიორი და მადურო სწორედ ნავთობს იყენებდა ვალის გასასტუმრებლად. ჩინეთთან ერთად ვენესუელა არის რუსეთისა და ირანის მოკავშირეც. როცა 2019 წლის არჩევნების შემდეგ მადუროს ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, მის რეჟიმს სწორედ ჩინეთმა, რუსეთმა და ირანმა დაუჭირეს მხარი. რუსეთმა და ჩინეთმა დაბლოკეს გაეროს რეზოლუცია ხელახალი არჩევნების ჩატარების შესახებ. შეერთებული შტატები დონროს დოქტრინის ფარგლებში კი არაპირებს დაუშვას ამერიკის მეტოქეების გაძლიერება დასავლეთ ნახევარსფეროში და როგორც ტრამპის ადმინისტრაცია ამბობს, ვენესუელა შესაძლოა არ იყოს ბოლო სამიზნე. თუმცა ამაზე თქვენს აზრს კომენტარებში დაველოდები.